თუ კი შეგრძნებები თქვენთვის პრობლემაა და თუ კი გიჭირთ თქვენ შეგრძნებებთან დაკავშირება, მაშინ ეს დამღა უგრძნობი რა თქმა უნდა თქვენზე არის. გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი დამღების ვიდეოების ციკლს, ნელ-ნელა მივიწევთ უკვე ფინალისკენ და დღეს წერთ მე-11 დამღას, უგრძნობი, შეგახსენებთ, რომ სულ არის 12 შემწყუდავი რწმენა წარმოდგენა, ანუ დამღა. მაშასე უგრძნობი მე-11 დამღა. საერთოდ როდესაც დამღებზე ვსაუბრობთ, არაერთხელ მithქვამს კიდევაც, რომ წარმოუდგენელია, რომ ყველა გარემოება იყოს აღწერილი, უბრალოდ უნდა მივხვდეთ კონცეპტუალურად რასთან გვაქვს აქ საქმე. ამიტომ უგრძნობთან, როგორც სათაურიდანაც ჩანს, ეს არის შეზღუდვები გრძნობებზე. ანუ ადაპტაციურად ადამიანს დასჭირდა, რომ უარეყო საკუთარი შეგრძნები. გარკვეულწილად დაკარგა კავშირი საკუთარ სხეულთან. ფსიქოლოგიაში ეს არის ძალიან დიდი საკითხი და არსებობს მთელი მიმართულება სხეულზე ორიენტირებული თერაპიის, რამდენადაც უგრძნობლობა და ეს სხეულთან კავშირის დაკარგვა არ არის იშვიათი გამოვლინება. რასთან გვაქვს აქ საქმე? ზოგადად შეგრძნებების ადგილი არის სხეული. არსებობს ესეთი არაჩვეულებრივი წიგნი მატერ გაბოსი, რომელიც სათაური არის სხეული ინახავს ინფორმაციას თუ სწორედ თარგმნე ახლა ქართულად Body Keeps the Score არის ინგლისურად თვითონ ორიგინალში. მე ძალიან გირჩევთ რომ წაიკითხოთ ეს წიგნი და სწორედ ამაზე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ტრამვას, რომელსაც აღარ ინახავს ტვინი და ვთქვათ მეხსიერებიდან ის რაღაცა მიზეზის გამო შეიძლება იყოს გარკვეულწილად წაშლილი, ესე მარტივად რო ვთქვათ, სხეული იმ ინფორმაციას ნებისმიერ შემთხვევაში შეინახავს. ანუ ტვინიდან რაღაცა ინფორმაციის ეგრეთ წოდებული წაშლა არ ნიშნავს ამ ინფორმაციის და ამ შეგრძნების სხეულიდან წაშლას. ტრამვა, რა თქმა უნდა, კავშირშია ტრამვულ შეგრძნებასთან პირველ რიგში. ამიტომ ძალიან ხშირად ადამიანს სწორედ ამ შეგრძნებებთან წყვეტს კავშირს და შესაბამისად წყვეტს კავშირს თავის სხეულთან. თუ კი შეგრძნებები თქვენთვის პრობლემაა და თუ კი გიჭირთ თქვენ შეგრძნებებთან დაკავშირება, მაშინ ეს დამღა უგრძნობი რა თქმა უნდა თქვენზე არის. მოდით ახლა მივყვეთ უკვე ჯერ მიზეზებს, როგორც ეს ხდება ხოლმე და შემდეგ გამოვლენებებს. პირველი მიზეზი ეს არ არის მიღებული გრძნობების შეგრძნებების გამოხატვა ოჯახში. მაგალითისათვის ბიჭები არ ტირიან, კაცებს არ ეშინიათ, ქალები არ ბრაზდებიან და ასე შემდეგ. ეს გავრცელებული ფრთიანი ფრაზები იმის შესახებ, რომ რაღაც ახასიათებს რომელიღაცა სქესს, რომელიც ფიზიოლოგიურად აბსოლუტური სისულელი არის, თუმცა სოციალურად მიღებული არის ბევრ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უცხო არ არის არც ჩვენთვის, საქართველოსთვის, ამიტომ ძალიან ბევრჯერ გაგვიგია, მაგალითად, როგორ ამონათებს პატარა ბიჭს თავისი მშობელი, ხშირად ეს მამა არის, თუმცა შეიძლება დედაც იყოს, რომელიც ამბობს, რომ ბიჭები არ ტირიან და ბიჭებს არ ეშინიათ. რაც იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე პატარა ასაკიდან ადამიანში ჩნდება მითითება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ფიზიოლოგიურად ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნება, რაც არის შიში, რაც არის ბრაზი მაგალითად, სევდა და ასე შემდეგ ნებისმიერი შეგრძნებები არ იყოს განცდილი. ანუ პირდაპირ მითითება იმაზე, რომ რასაც გრძნობს არ განიცადოს. ზუსტად იგივე ქალები არ ბრაზდებიან, ხო? გვესმის ჩვენ რომ შიში ეს არის ფუნდამენტური შეგრძნება და ადამიანის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირში არის, თუ რამდენად შეიგრძნობს ადამიანის შიშს. და საერთოდ ესეთი რამ რომ ადამიანს არ ეშინოდეს, ეს არ არსებობს. თუ არ არის ესეთი ამიგდალას პათოლოგია, სადაც არის მოთავსებული სტრესის მართვის ძირითადი მექანიზმები, ხო? ეს არის გაყინვა, გაქცევა, ბრძოლის მექანიზმი. არსებობს პათოლოგია ამიგდალასი, საკმაოდ იშვიათი პათოლოგია არის, მაგრამ დღემდე არსებობს ასეთი რამ და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი ვერ შეიგრძნობდეს შიშს და სამწუხარო ინფორმაცია არის, რომ ხანგრძლივობა სიცოცხლის ამ ადამიანების 25 წელია საშუალოდ, რამდენადაც ისინი რისკებს ვერ თვლიან, იმიტომ რომ შეგრძნება შიშის არ აქვს. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი არის შეგრძნება შიშის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სხვა შეგრძნება, მაგალითად ბრაზი, მეორე ფუნდამენტური შეგრძნება, რომელიც სინამდვილეში არის სამოქმედო ენერგია, ანუ გაბრაზდა და იმოქმედა, ძალიან ესეთი გასაგები მექანიზმი არის და სულ ამბობ ხოლმე, რომ ფილმი რეკორდი ვიცით, ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი გაბრაზდა და ამყარა მსოფლიო რეკორდი, ხო? ანუ გაბრაზება და მას რომ დაეთრგუნა საკუთარ თავში გაბრაზება, ჯოტია ცავას, ხო? მაშინ მსოფლიო რეკორდს ვერ დაამყარებდა. ამიტომ ხო, გაბრაზება უნდა იყოს მიღებული და გარდაქმნილი როგორც სამოქმედო ენერგიად.
შესაბამისად, ნებისმიერი შეგრძნებაზე შეზღუდვა არის უკვე პრობლემა თავად ამ დამღის. შემდეგი გარემოება ეს არის მშობლების გულგრილობა შვილების მიმართ. მაგალითად, მშობელი იმდენად იღლება ან პრობლემებშია, რომ აღარ ყოფნის ძალისხმევა ემოციურად ხარი დაუჭიროს ბავშვს, გამოხატოს გრძნობები მის მიმართ. შესაბამისად, უკვე მუშაობს როლური მოდელი. თუ მშობელი თვითონ ვთქვათ ესე, რომ მას ან ძალისხმევა არ ყოფნის იმისათვის, რომ შეგრძნებები შეიგრძნოს და გამოხატოს ის ადეკვატურად, ხო? ან არის მაგალითად ზედმეტი რაღაცნაირი გამოხატვა, ვთქვათ, უფრო ისტერიულობის თვალსაზრისით. შეიძლება ამან იმუშაოს კონტრპროდუქტიულად და საპირისპირო სცენარის შექმნას, რომ ოღონდ ეს ამ მდგომარეობაში არ ჩავარდეს ადამიანი და საერთოდ შეგრძნებებზე უარი თქვას. უკვე ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც როლური მოდელი, ასევე შეიძლება იყოს განმაპირობებელი ფაქტორი და ამ შემთხვევაში მშობლები, რომლებიც ვერ გამოთქვამენ ადეკვატურად საკუთარ შეგრძნებებს, საკუთარ სიყვარულს, საკუთარ ნებისმიერ შეგრძნებას, თავისი შვილისადმი ხშირად ხდებიან განმაპირობებელი იმისა, რომ მათი შვილებიც უკვე როლური მოდელიდან გამომდინარე ვეღარ გამოხატავენ ამ შეგრძნებებს. ასევე აიძულებენ იმოქმედოს საკუთარი შეგრძნებების საპირისპიროდ ან განსხვავებულად. არ იგრძნოს საკუთარი შეგრძნებები, არამედ იყოს ორიენტირებული სხვის შეგრძნებებზე. აი მაგალითისათვის, როდესაც ძალიან ბანალურ მაგალითს მოვიყვან. ბავშვს ეუბნება მშობელი, წადი ჩაიცვი ცივა, ხო? ბავშვს მე არ მცივა. ისე რომ მე მცივა და შენ რანაირად არ გცივა, ხო? ანუ ეუბნება, რომ ჩემი შეგრძნება უფრო მნიშვნელოვანია შენ შეგრძნებაზე და შესაბამისად, ან მაგალითად, მოდი ჭამე, არ მშია. როგორ არ გშია, ხო? თქვათ მოვიდა ჭამის დრო, ანუ არის გარკვეული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შეგრძნებები, მშობლის შეგრძნებები უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია, ვიდრე თავად ამ ადამიანის შეგრძნება. ერთი სიტყვით აქ რა თქმა უნდა აუცილებლად არის სათქმელი ასევე განცდილი ტრავმები, ბავშვობის დროინდელი და ის როცა ტრავმაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ესეთი ცხადი ტრავმები, მაგალითად როგორც არის ძალადობა, მაგრამ შეიძლება არ იყოს ესეთი ცხადი და გამოვლენილი ტრავმა მაგალითად, იმიტომ რომ მე არაერთხელ მithქვამს, რომ ბავშვისთვის ტრავმა არის ის, როდესაც არ ხდება ის, რისი მოლოდინიც აქვს მას ოჯახში, ხო? მის ოჯახში რაღაცა ისე არ ხდება, როგორც მას უნდა რომ ხდებოდეს, როგორც მისი მოთხოვნა არის. მაგალითად, მას არ აძლევენ თამაშის უფლებას, მაგალითად, მას არ აძლევენ უფლებას, რომ იყოს მოწყვლადი და მე მithქვამს კიდევაც წინა ვიდეოებში, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ბავშვის განვითარებისთვის არის უფლება იყოს მოწყვლადი და ამ დროს არ დაისაჯოს, ან მაგალითად, როდესაც ტირის მიღებული იყოს ეს მისი გამოვლინება და არ უთხრან, რომ გაჩერდი ეხლავე, როდესაც სევდიანია მიღებული იყოს მისი ეს გამოვლინება და შეგრძნება და არ უთხრან, რომ არ არის საჭირო სევდიანობა, წადი გამხიარულდი, შენ ხო ბავშვი ხარ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ნებისმიერი შეგრძნება უნდა იყოს ნებადართული და ნებისმიერი მოწყვლადი მდგომარეობა ადამიანისთვის უნდა იყოს ნორმად მიღებული. იშვიათად ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი რამ, რომ ასე გაიზარდოს ადამიანი, მით უმეტეს, ну, ვთქვათ ესე, რომ წინა პერიოდში არც ისეთი ცნობილი, არც ისეთი, ვთქვათ, ხო, ბევრი ინფორმაცია იყო ფსიქოლოგიური ცნობიერების შესახებ და დღესაც არ არის ბევრი ინფორმაცია და მით უმეტეს ჩვენი მშობლების დროს. ამიტომ გასაგებია, რომ ჩვენ დაუნებურად, ჩვენ როგორც მშობლები, ვუშვებთ შეცდომებს და, ну, ესე იქნება ყოველთვის ნებისმიერ შემთხვევაში. გადავიდეთ ეხლა უკვე გამოვლინებებზე. რა თქმა უნდა და ლოგიკურია, რომ გამოვლინებები პირველი ეს არის რეპრესირებული შეგრძნებები. სიბრაზე, სიხარული, დაღლილობა, წყენა და ნებისმიერი სხვა შეგრძნება, რომლის უფლებასაც არ აძლევს ადამიანი საკუთარ თავს. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს გამოხატული როგორც სიხისტე, ემოციური გაშეშება და ადამიანს არაფერი არ ახარებს, უჭირს ამ მოვნების განცდა და ესე შემდეგ. აი, რაღაცნაირი მაჩვენებელი აქვს ხოლმე ამ დამღას. აი თითქოს ცოტა გაქანდაკებული ადამიანები არიან, აი ქანდაკებასავით, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი კედელია. ეს ადამიანები როგორც წესი ძალიან დიდ კედელს აშენებენ მასა და საზოგადოებას, მასა და სამყაროს შორის და ამ კედლის უკან რაღაცნაირად უფრო დაცულად გრძნობენ თავს. რა თქმა უნდა, ეს კედელი არის კედელი, რომ შეგრძნებები არ შემოვიდეს მათში და ხშირად მოყავს ხოლმე არაჩვეულებრივი მოთხრობა არის
ეგოისტი გოლიათი ოსკარ უაილდის, როდესაც ეს გოლიათი თავის ედემში ცხოვრობს და დიდი კედელი აქვს აშენებული და პატარა ბავშვი, რომელიც დაარღვევს ამ ჯებირს, გადმოვიდა მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ძალიან მეტაფორული მოთხრობა არის, ზოგადად როგორც ოსკარ უაილდი მთლიანად საკმაოდ ის შემოქმედება ძალიან მეტაფორული არის და სწორედ ამაზეა საუბარი. სწორედ შეგრძნება, სწორედ აი ამ დამღა უგრძნობზე არის ეს ზღაპარიც მოყოლილი. შემდეგი გამოვლინება ეს არის გულგრილობა საკუთარი თავისადმი და ემპათიის ნაკლებობა სხვა ადამიანებისადმი. ბუნებრივია ემპათია თავიდან ბოლომდე არის დაფუძნებული აი ამ მექანიზმზე, შეგრძნების მექანიზმზე, ბოლო-ბოლოს აგრესიულ ნეირონებზეა დაფუძნებული, რომ შეიგრძნო და აირეკლო საკუთარ თავში როგორც სარკეში სხვისი შეგრძნებები და სხვის მას შეგრძნებებმა გარკვეულად რეზონირება მოახდინონ შენ სხეულში და გააქტიურონ შენი შეგრძნებები. და როდესაც ადამიანს აქვს შეზღუდვა საკუთარ შეგრძნებზე, ბუნებრივია, როგორც მეორადი მექანიზმი, ის ზღუდავს სხვისი ემოციების აღქმასაც. გასაგებია, რომ ეს ერთი და იგივე კომპლექტაცია არის. ამიტომ ხშირად ესენი არიან ძალიან ნაკლებ ემპათიური ადამიანები, შეიძლება ვთქვათ, უბრალოდ ერიდებოდნენ ესეთ სიტუაციებს, სადაც ემოციურია გარემო, სადაც მოწყვლადია ადამიანი და შეიძლება უბრალოდ როდესაც ესეთ გარემოში მოხვდნენ, საერთოდაც ვერ აღიქვან ეს და რაღაცნაირად ესე ამ კედელზე დაიმსხვრეს ეს ემოციებიც, ხო? ასევე ვერ ამჩნევს და ვერ გრძნობს პრობლემებს. პრობლემების მოგვარების ნაცვლას აუფასურებს მათ. აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხშირად სხვა შორის მამაკაცებს ახასიათებთ ხოლმე ეს დამღა და ეს არის ესეთი რამ. როდესაც ადამიანი მიადგება რაღაცა ემოციურ პრობლემას და ამის გარშე ცხოვრება არ არსებობს, რამდენადაც მას დაკარგულია კონტაქტი საკუთარ თავთან და საკუთარ სხეულთან და რამდენადაც ის არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას იმისას, რომ ეს შეგრძნებები მთელი ამ შეგრძნებების დიაპაზონი იგრძნოს, ბუნებრივია, რომ ჩნდება ესეთი მექანიზმი მათი არ დანახვის, გაუფასურების, გარკვეულწილად ესეთი ნიველირების და შესაბამისად აი რაღაცა ისეთი, რომ აი არაფერი არ ხდება, არაფერი არ არის ამაში განსაკუთრებული და რას გრძნობ არაფერს და აი უფრო ესეთი რაღაცნაირად პრობლემების მოგვარების ნაცვლად მათი გაუფასურება ხდება. ესე იგი, იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, ჯერ უნდა დავინახოთ, რაში ვართ. საერთოდ აი ეს ცნება, რაზეც მე ვსაუბრობდი წინა ვიდეოებში, რომელიც არის ეს ნაყოფიერი სიცარიელე, ხო, fertile void-ი ეგრეთ წოდებული ეს გეშტალტ თერაპიის ერთ-ერთი ესეთი ცნობილი გამონათქვამი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და ამის აღქმა. ანუ პირველ რიგში იმისათვის, რომ ადამიანი შეიცვალოს, პირველ რიგში მან უნდა აღიქვას ის თუ რაში იმყოფება. და მხოლოდ შემდეგ უნდა დაიწყოს ცვლილებაზე ფიქრი. ხშირად გვახასიათებს ხოლმე, რომ ადამიანები პირდაპირ ცვლილებას ვისახავთ მიზნად და საიდან მივდივართ და რა წერტილიდან ამოვდივართ ხოლმე, ამას არ ვფიქრობთ ხოლმე, ხო? ამიტომ არის ხოლმე, რომ იმ წერტილში ვერ მიხვალთ, თუ თავისთავად საწყისი წერტილი არ ვიცით რა არის. ანუ პირველ რიგში უნდა აღვიქვათ, სად ვართ და ის სადაც ვართ, თუნდაც პრობლემა, ხო, რა პრობლემაშიც ვართ. რა მოცემულობის არის. ხშირად მოცემული მომენტში იმდენი შანსია, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და იმ წუთშივე მომავალში ვიყურებით. რატო? იმიტომ რომ აქ დაახლა ყოფნის ფუფუნებას არ ვაძლევთ საკუთარ თავს ისევ და ისევ შფოთვების გამო და ისევ და ისევ ამ უგრძნობლობის დამღის გამო. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გამონათქვამია, რომ ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი დათანხმდება იმას, რომ გახდეს საკუთარი თავი და არა დათანხმდება სხვას ან გარემოებას, რომ გახდეს სხვანაირი. ან ცვლილება ეს არის გახდეს საკუთარი თავი და არა გახდეს სხვანაირი, ხო? ამიტომ იმისთვის, რომ გახდეს საკუთარი თავი, პირველ რიგში უნდა გრძნობდე, უნდა გესმოდეს საერთოდ რას გრძნობ ახლა ამ მოცემულობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მithქვას, რომ ამას ეძახიან კრიმინალების სინდრომს. გასაგებია, რაზე აკეთებს პირველ რიგში ნებისმიერი ესეთი კრიმინალური საძმოს წარმომადგენელი იქნება თუ ვინ იქნება, ხო? კრიმინალური ბექგრაუნდის ადამიანი პირველი, რასაც დაისწავლის, ეს არის
დათრგუნოს მისი შეგრძნებები. პირველ რიგში შიში ბუნებრივია და შემდეგ ნებისმიერი აი ესეთი დამოკიდებულება, მაგალითად სიყვარული და ასე შემდეგ. ხშირად არის ხოლმე რომ ოჯახი და სასიყვარულო ურთიერთობები და მიჯაჭვულობები ადამიანებთან ამ ადამიანებისთვის პრობლემა არის. გასაგებია რომ პრობლემა არის, იმიტომ რომ ამაზე შეიძლება ვიღაცამ ავადი თამაშოს, ესაც გასაგებია, მაგრამ ეს გარკვეული თავდაცვითი ესეთი მექანიზმია ხშირად ადამიანისათვის, ხო? ამიტომ ხშირად ამას ეძახიან ასევე კრიმინალების სინდრომსაც. მაშინ ეს იყო დამღა ნომერ 11 და ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს ამ ვიდეოების ფარგლებში და დასკვნით მე-12 დამღას მიმოვიხილავთ, რომელსაც ზუსტად ამის საპირისპირო სცენარი აქვს, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ იყოს მთლიანად უარყოფილი ფიქრები და მთლიანად ორიენტაცია მოხდეს შეგრძნებებზე. მე დღეს ამითი გემშვიდობებით და ცოტა ხანში ისევ შევხვდებით ერთმანეთს.